დილა მშვიდობის. აბა როგორ ხართ? წავიდეთ. ამ კაკულებმა დღეს რა მიქნა იცით ხალხო? დამიცურდა კიბეზე ფეხი. ღმერთმა გადამარჩინა ალბათ. რომ დღეს ფეხი არ მაქვს ახლა მოტეხილი უკვე. და კარატას დავეჯახი, ანუ გადარჩი რა რეალურად. კარატამ გადამარჩი. წავიდეთ. ზამზაღლში დღეს ადრე უნდა მივიდე, იმიტომ რომ ადრე მოვდივარ და ცოტა ადრე უნდა მივიდე, მოკლედ მარიკო ბაღში არ მიყავს მამიკოს. იმიტომ გავატარებო დღეს რაღაც საქმე მაქვს და მე ტორცეც მიდის, ანუ აზრი არ აქვს რა ბაღში წაყვანას. მალე უნდა მოვარდემეთ და ჩავაცვა და ხე რაღაცა იყვანო თქვი ცოტა ახლა 1 საათ და 2 საათისთვის ბაღში მიდი-მოდი და ამიტომ ზინავს ყველას. ყავა არ დამილევია, ისე წამოვედი. ხალხო, ბევრი ფიქრის შედეგად, ბევრი იმის შედეგად რა ჯანდაბა დამემართავ, რომ გაუსაძლის თაფლისხმებს ვერ დავახციე თავი, აი ეს ბოლო კვირა. ახლა მივხვდი დიდი ალბათობით რაც მჭირს. გამოყენებას შევწყვეტ და დავაკვირდები აუცილებლად. თუმცა მისულს ახლაც ვგრძნობ, რაც ნიშნავს იმას, რომ აშკარად ეგ მაღიზიანებს. ოდაბანის სპრეის ვიყენებ სახეზე ოფლიანობისათვის, აი ამ მონაკვეთებში. აქვს ძალიან მძაფრი სუნი და რამდენჯერაც დავიმუშავე მოკათეს ადგილები, ვგრძნობ, რომ არ მსიამოვნებს რაღაცნაირი სუდი ის მაქვს, ანუ არ მსიამოვნებს ეგ სუნი რა. ძალიან მძაფრია. ხო და ჩემს ერთ მაყურებელს ეწერა კიდევ, რომ იმაშვებაო რა ქვია. მეო ძალიან ცუდად გამხადაო. და მე მგონი, რომ მაგის ბრალია, ისე ვარ თითქოს მოვიწამლე, ისრევი შეგრძნება გამუდმებით. აი ეს რაც ეგ დავიწყე რა. ხო და აბა თქვენი გამოცდილება დამიწერეთ ხალხო. მოკლედ შევწყვიტე სპრეის გამოყენება სახის მიდამოებში. ესეც ჩვენი 50 რამდენი გადავიხადეთ. აღარ მიდამის გახსნა. წავედით. საკუთარი თავით ტკბობის წამები აქვს მარიკოს, ანუ ტკბებოდა. ტორტი აქვე. და დაიწყო მთავარი მარიკოს ფოტოსესიით, ჩვენი საღამო. იყო ძალიან აქტიური, რაც ძალიან კარგი იყო და გოგონებს ხედავთ როგორ არიან ჩართულები, როგორ ეხმარებიან, ყველაფერში აქედანაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. და მარიკო იყო ბედნიერი. გავგიჟდი ისე მომეწონენ, აი ორი უსაყვარლესი. მოდი ჩემთან, მოჩემწუნდი საყვარელია. მოყოლებული მიჩქარდება. მოდი საფეხურზე. ვაი, მე მიჩიჩქარ. ახლა მიკიდა პალმი ოჯახი არის ყურადღებიანი, პოზიტიური და სამაგალითო დედას და შეგავდა. არ დაიჯერებდა აქ ჩემი მარიკოს სიგმა ბოის მღერის. ну რა თქმა უნდა ფონოგრამა ბუნებრივია. ну სამწუხაროდ ხმას რა თქმა უნდა ვერ ჩავურთავ, იმიტომ რომ დაიბლოკება YouTube-ის ვიდეოები თქვენ იცით. ამიტომ აი სადღაც გადმოტანილი მუსიკებით და იმით და ამით მირჩევნია, რომ მე გესაუბროთ და თან კადრები მიდიოდეს. მე მგონი ბევრად ჯობია, ვიდრე რაღაცა მუსიკები გაურკვეველი, არც მომწონს, მოკლედ. ძალიან კარგი იყო, ძალიან კარგად ცდილობდა რომ აყოლოდა. რა თქმა უნდა ბოლო ხმაზე ხაოდა. ყვდებოდნენ ანიმატორების სიცილით, საიდან ამოსდის ამ ხელახმაო, მაგრამ ნუ იტყვით და ამოსდის. ეგეთი მუქნილი შვილი მყავს. აქ კი ჩვენი ძვირფასი ანიმატორი მარიკოს უხსნი და დიპლომის გადაცემის არს, ასე ვთქვათ, რომელიც მიენიჭა როგორც საუკეთესო
Happy Land-ის წარმომადგენელი იუბილარი, რა თქმა უნდა. ხო და ძალიან გაუხარდა, მარიამ ძალიან ბედნიერი იყო. გამოგლიჯა მე აფრიალებდა იმ დიპლომს. ხო და ტაში დაუკარი თუ აქ გვეუბნებოდა. ყველა ფოტოებს ვიღებდით დედა, მამა, ვიცი გვიყავით და ნუ ბოლოს ხო რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ ტაში დამკურელი აღარ გამოჩნდა, იმიტომ რომ ყველა რომ ვიღებდით. მოვედი დაღლი, განადგურებული ემოციებით, ყველაფრით, ოღონდ კარგი გაგებით ვიძახი და ჯვარი გვწერია ცუდი გაგებით იყოს. სასწაული, ესე იგი, დღეებია ჩემს ცხოვრებაში. გადასარევი ხალხო, გადასარევით რო გავატარეთ, ვიყავით Happy Land-ში, მარჯანიშვილის ფილიალში ვიყავით. აქვთ როგორც იცით სხვადასხვა ფილიალები, აქვთ გლდანი, აქვთ მარჯანიშვილი, კიდევ სხვადასხვა. ჩვენ გვაწყობდა ანგლდანი ან მარჯანიშვილი. გლდანი არ არის შორს მეტროდან, მაგრამ მარჯანიშვილზე უფრო ახლოს არის და რაღაცა გვეწვალა. ხო და გლდანში ყავთ არაჩვეულებრივი სტაფი და არანაკლებ ძალიან კარგები დაგხვდნენ მარჯანიშვილის ფილიალში და აი უზარმაზარი და უდიდესი მადლობა Happy Land, რომელმაც ძალიან კარგად გვიმასპინძლა და ჩემი შვილი იყო ბედნიერი და სხვა პატარებიც იყვნენ ბედნიერები და ძალიან კარგი გარემო დაგხვდა, ბავშვებისთვის მორგებული ყველაფერი. ჩვენ რაღაცა მე თავისთავად რომ დავსხედით ბავშვებს ძალიან კარგად პატრონობდნენ და გადაიბარეს. ხო და ნუ ზარმაზარი კი არა, აი რა ვიცი, ვეშაპის ხელა დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, რომ შედგა ძალიან კარგი დღე. ხო, ნუ რო შევაჯამო, ძალიან კარგად დავაორგანიზე მეტნაკლებად, როგორც შევძელი. ერთადერთი ცოტა ტორტზე ვინერვიულე, ცოტა არა კარგად ვინერვიულე, იმიტომ რომ დაგვიგვიანეს ტორტი, ჩვენ ძალიან გვეჩქარებოდა, იყო საშინელი კატასტროფული საცობი. ვიცოდით, რომ არა და მარჯანიშვილი აქვია და ერთი საათი ვერ გავიდოდით, იმიტომ რომ ვაგზალთან არის უბრალოდ ვერ გახვალ, აი ხო შეიძლება გადაფრინდე, ვერც გადაფრინდები, ესეთი საცობია. აი არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის როგორ შევაფასო იქ მდგომარეობა რაც ხდება და უკვე ისტერიკაში ჩავარდი, რომ მეთქი რას ქვია ტორტი არ არის კიდევ, ამ დროს ჩვენ უკვე ჩემი ოღლი უკვე ჩაცმული უნდა იყოს წესით და რაი ჩაცმულ დახურული ხალხო, რაი ჩაცმულ დახურული. ჯერ ისე ნახევრად ესე ვიდექით და ტორტს ველოდებოდით და ის ჩასაცმელი მე აქ გიჟივით გამოვარდი სამსახურიდან. მივიდე გამოვარდი სამსახურიდან, მოვარდი და ერთადი დრო რისთვისაც მეყო, აი ჩავი ბავშვჩავაცვი. გავამზადე, მეც ჩავიცვი, ნეტნაკლებად მოწესრიდი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა. კი, დედიკო. მოვყვევით, ხო და ძალიან ისე ვიყავით, რა ქვია, სრულ საგიჟეთში ვიყავით რა, იმიტომ რომ ბოლოს ისტერიკა და მემართა, რა ვთქვი, ტორტი არ არის. ვთქვი, რომელია საათი. ჩვენ უკვე იქ რომ ყოფილიყავით ცენტრში. ჯერ ისე სახლში ვიყავით ჩაუცმელები, ნუ ჩემი თქვა ჩაუცმელი. ხო და ნუ როგორც იქნა მე ტორტიც, რა ვიცი, მოვიდა. ხო და მეც მამა ჩემა წაგვიყვანა მანქანით ხალხო, ზღვა გვატარა, იმიტომ რომ ისეთი ამბავი იყო ვაგზალზე, ჯერ ისე ვიქვიდგებოდით, ისეთი ამბავი იყო. აუსვია კაფეცეთ. ჯემიანია. ხო და როგორც იქნა მივედით. აი ისეთ საცობში რომ აი ნერვი, ყველა ნერვი რო გამიწყდა. კარგი გოგო ხარდე? რა? ყველს გაძალებდნენ? დედიკო, კი არ გაძალებდნენ,
გთხოვდნენ, რომ მარიამ მიირთვიო, რომ მიეჩვიოდე და შეიყვარო, გესმის? არავინ არავის არ აძალებს ბაღში. გავიგეთ? მივედით. ზოგი ჩვენი სტუმარი იყო იქ და გვხვდა, ზოგი მოვიდა, ზოგი ესე. და ნუ საბოლოო ჯამში ერთი სტუმარი ვერ მოვიდა, იმიტომ რომ რაღაც მიზეზების და გამო, საპატიო მიზეზების და გამო, სხვა დანარჩენი ყველა ადგილზე იყო. ძალიან კარგი ანიმატორი იყო, ძალიან რაღაცა კეთილი ტიპები რო არის, ახალდებით აი ეგეთი ადამიანი იყო, რამაც ძალიან გამახარა. წინასწარ მე ვესაუბრე მარიკოს შესახებ, რო დამილეკეს, სანამ მივიდოდით. ანუ მარიამის ცოტა ეს რო იცის ხოლმე რაღაცა ხალხში და რაღაცა აუხსენი, რომ ფოტოსესია გქონდა და რაღაცები გაითვალისწინებინათ მარიამის ბუნებიდან გამომდინარე და კი, ყველაფერზე აი ძალიან მადლობა ღმერთს, ყველაფერი იყო, რა ვიცი, ფანტასტიკური. ტორტს გაჩვენებთ აუცილებლად და ძალიან საყვარელი ტორტი იყო, გადავიხადეთ 50 ლარი. მიკი მაუსის ტორტი იყო. ასევე ყავდა მიკი მაუსის სტუმრად. ძალიან საყოლები იყვნენ და არაჩვეულებრივი კოსტიუმები ეცვათ, მომეწონა. კოცედე. და ერთი კვირის ვადაში ჩამიყრიან ფოტოებს და იმედი მაქვს რომ ძალიან არ დამიგვიანებენ. ყავა დამავიწყდა. ვისე დე? შენ დაბადების დღეზე ხო იყო მიკი მაუსი და? და მე წავიდა. წავიდნენ დე, აბა? თავის სახში და დაიღალე. დაიღალე დედა კანცი გააძრე. 1 2 Happy Lands რო პიცა აქვს. მე ეგეთი მაგარი პიცა პიცერიაშიც კი არ მიჭამეა. ადრესს ვთქვით უგახსოვთ თქვენ მე. ფანტასტიკური. თლიანობაში ძალიან ვისიამოვნეთ, ძალიან ბევრი ფოტო გადავიღეთ. რაღაცა ფოტოებს რა თქმა უნდა თქვენს გაგიზიარებთ, მაგრამ აი ფოტოგრაფის ფოტოებიც რომ მომივა, იმასაც გაგიზიარებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი ფოტოები იქნება და ნახოთ ველოდები. მანამდე რაღაცა ჩვენ გადაღებულ რაღაცებს გაგიზიარებთ აუცილებლად. მარიამ იყო ძალიან ბედნიერი, ძალიან ბევრი საჩუქრები მიიღო, რაც ძალიან ისეთი იყო მისთვის. ეს მომიტანეს ძალიან აღელვებული იყო. და კიდევ ელის წინ საჩუქრები ოღონდ ცოტა რამდენიმე დღის მერე, როცა ჩემთან მივიყვან სამსახურში, იქ ელოდებიან, რომ საჩუქრები მისცენ. ხო და დედიკო კაბარ დაისვა, რომ ახლაც ჩემი მულის ნაჩუქარი კაბა და ფეხსაცმელები, ფოტოს აუცილებლად დავვრთავ. ხო, ლია მამიდამ რო გაჩუქა და აი მეც ძალიან მომეწონა და მარიამი გადაიგე ესე მოიწონა. დღეს გინდათ რომ ჩამოცვარ და სხვა რაღაცები დია, სხვა რაღაცები უნდა ჩამეცმია და კარგი თქო. ხო და ძალიან მომწონს. ასევე აი რო არ ვთქვა უბრალოდ, არ დამავიწყდეს უფრო სწორად ახლავე უნდა ვთქვა. ჩემს საოცარ სოფოს უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ ჩემ შვილს გამოუგზავნა დაბადების დღესათვის ფული და მე შენ გპირდები, რომ აუცილებლად ვუყიდი რაღაცები ჭირდება. ახლა ჩემთან ბაღში უნდა წავიყვანო და სხვა გამოსაცვლელი ფეხზე და რაღაცები საჭიროა და მინდა რომ ვუყიდო და შენ სახელს დავარქმევ ამ ყველაფერს აუცილებლად და უღრმესი მადლობა. ადამიანი რომელიც ასე არ გიცნობს, არ არის შენი ნათესავი, არ არის შენი ნაცნობი, არავინ არ ხარ შენისთვის რეალურად და ხარ უბრალოდ ერთი უცნობი ადამიანი, ვინც ასე სოციალურ ქსელით რაღაცნაირად შენიანი გახდა, ხო? რაღაცეებით, შენი თვისებებით, რაღაცეებით მოეწონე და იმდენად მოეწონე, რომ არ ავიწყდება არც შენი დაბადების დღე, არ ავიწყდება არც შენი შვილის ახალი წელი და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, უღრმესი მადლობა. სიტყვები არ მყოფდი, სულ ვიძახი, რომ აი, ანუ სასწაული გოგო ხარ. დიდი მადლობა. ჩემს სოფოს. აი საოცარი დღეებია. და
ძალიან აღელვებული ვარ, მინდა გითხრათ ეს ორი დღეა, ესე აღელვებული დავარ. რომ მე რა ყრია გაფიცებთ, ამათ რაღაცა ის აქვს. ვერ გავიკი რაღაცა აღარ. შილაკი მაქვს მოსახსნელი, მაგრამ ეხა მაგისთვის ამცალია ეს დღეები შანსი არ არის. იქ და კვირამდე მომიწევს აი მაჯედური ფჩვილებით სიარული. ავი ძალიან ლამაზი ფილებია და. გაიზარდა. ეს კურა კიდე მომიწევს, იმიტომ რომ ხო და ესეთი ამბები ბევრი ვიცეყვე. ძალიან გავერთხე. წამები მომიტანე. საადე? აი ახლა რო გავიბრუნო თვალები წავისვა. საბრენჯამები. მომიტანე. ახლა არადე. რატომ? უნდა მეყიდა შენთვის? გიყიდე და არ ვიცოდე. მე გითხარი დილით ბახში რო ვიყავი საბრენჯამები მომიტანეო. თუ შეიძლება მომიტანეო? გიყიდე. აი ახლა. მე რა გითხარი? ერთი საბრენჯამები მომიტანე თუ შეიძლება და დედა არ მოვხვდიდე, იქ ვერ მოვხვდი ჩემო ლამაზოდე. მაშინ რისთვის წამამაღებინე? რა წამოგალებინე დე? საბრენჯამები 10 რალი გაქვს და 10 რალის მიეჭი კიდე. მივცემ დედა გიყიდე აუცილებლად. კიდე გაჩუქებენ ახლა მოვუტანო რაღაცა. ხო და მოკლედ ესეთი ამბები. ძალიან კარგი. პირი არ მეკუმება, ისიც ბედნიერი ვარ. მეკუმება. რეალურად საჩუქრებით ძალიან კარგი საჩუქრები მიიღო. აი ესეთი გამოსაყენებლები, ანუ ხვდებით? აი რო გამოიყენებს ისეთი საჩუქრები და ახლა რო გამოიყენებს და ძალიან კარგად და ასევე ფულიც კარგად. კარგად შეუვიდა. მაგდენ ჩემდაბდების დღეზე არ მაქვს ხოლმე. ჩეჩუქარი რაც მან მიიღო ყველაფერი ერთი. ესეთი ამბები გოგოებო. ცოტა ემოციებისგან დაცლილი ვარ. აპატიეთ ცოტა დაღლილი 7:30-დან ვდგები უკვე. და ცოტა ვიღლები, ცოტა არა, ძალიან ვიღლები. ორშაბათიდან გადავდივარ მთლიან დღის რეჟიმზე, რაც არ ვიცი. ახლა ადრე მოვდიოდი და სხვანაირად იყო ეს ყველაფერი და ახლა რო ვიღარ წამოვალ, როგორ იქნება ეგ ამბავი, არ ვიცი. ნახოთ როგორ შევეგუებით მე და ბავშვი ერთად მაგ ამბავს. როგორ იმას ვიზავანო. გამიჭირდება სავარაუდოდ. თვის ბოლოდან ვაპირებდით, მაგრამ განცხადება უნდა დავწერო მოკლედ ბაღში და უფრო ადრე წამოვიყვანო იქიდან და იმას ვქნა. მოკლედ ჩემთან ავატარო. ხო და ეს ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. ახალი დღეები დაიწყო, ცხოვრებისაც ახალი ეტაპი დაიწყო მარიამა. უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისათვის. ნუ აი ისეთი მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ გაქვთ ესეთი განწყობა ჩემი შვილის მიმართ, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას. უკლებლივ ყველას. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ რამ ხდება ჩემს თავს და თავარი რა არის და მნიშვნელოვანი, რაც კარგი რო ხდება, ეგ არის მნიშვნელოვანი და რაღაცა გამონათებები რო არის და პარაზიტების შემოსევა რო მაქვს ხოლმე. ხანდახან ვფიქრობ, რომ არა უშავს ახლა 100 კაცში ერთი პარაზიტი მოსულა რა.
ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩვენი მხარდაჭერისათვის, სიყვარულისათვის. რაოდე დაგაკუნოს ჩემი 4 წლის გოგო და მე ვიწყებთ ამდანის ვარ ახლა. კი სიხარულო. ამდანის გავხდი. კი ბატონო. აი 4. ცხოვრებას ახალი 4 წლის არის უკვე და დიდი გოგოა. ბაღშიც უმღერეს მარიამს, ხო გიმღერეს და მოგეწონა? მოდი დამიჯექი ვთხარი ერთი როგორ გიმღერეს. მოდი დადეწყალი დედიკო ძალიან ბევრ წყალს სვამდე. ვიცი რომ ცხელა და კარგია, მაგრამ რაღაც მე მგონი ცოტა მეტს სვამ. მე მიმღერის დაბადების დღე მქონდა და აი ახლა მე დედი რატო აწვალებ გაგეხევა ეს? მე მიმიროცეს მე დედიკო კარგი იყო შენ შუაში იდექი? ბიჭები ესე გოგონები ესე. დე მადლობა მოუხადე საყვარელო დედი. რომ მოგილოცეს დაბადების დღე. დიდი მადლობა უთხარი დე. უთხარი დიდი მადლობა დე. დიდი მადლობა. კარგი. გაიქეცი ჩემო სიცოცხლე. 1 2 ოპლაც. აიღე შენი წყალი. დავბრუნდით ემოციებით სავსე დაცლილი კი არა ხო გადამწვარი ვარ. დაბადების დღეს კადრებს აუცილებლად ჩაგისვამთ. რა თქმა უნდა დაიდება ბანი, ამიტომ ჩემი ტექსტით გაგიხმოვადებთ რაღაც კადრებს. ახლა მივიდივართ ჩემი მარიამის დაბადების დღეზე, ანუ ჩემი ბიძაშვილის ბავშვის დაბადების დღეზე. გამოვიცვალე. და მივიდივართ დაბადების დღეზე აქვეა. მეორე ქუჩაზე. სიმართლე გითხრათ, ენერგიის ნასახი არ გამაჩნია. მაგრამ ყველა ენერგია მოვიკრიბე და მივდივართ. საოცარი ემოციები მაქვს. ვიტირე, ვიცინე, ბევრი კარგი მოგონება დავაგროვე, ხო და ამას დავჭდები და თქვენთან ერთად განვიხილავ აუცილებლად. ჩემი სალოს აივნიდან ძალიან ლამაზი ხედი. აი იმ აივნიდან ბევრად უკეთესია. ერთ დღეს ყავას მათ აუცილებლად დავლებ და აუცილებლად გადავიღებ. ეს კი უკვე იმავე დღეს გადაღებული რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მარიამის დაბადების დღეზე აგერ ყვითელ კაბაში ჩემი სილამაზე ცისფერთვალება და ბრთღვიალა გოგო. კი ხედავთ თოკების გადაწევა მარიამი როგორც ალავს. ახლაც ხარხარები ისე ცუდად ხდები ამ ვიდეოს რო უყურებ. ხედავთ როგორ თამაშობენ, ერთობიან ანიმატორები ყავდათ, გამოძახებული და ძალიან კარგი. აი ულამაზესი ის არის, რა ქვია, ჩემი კამერა კარგად იცით თქვენ რომ ვერ აღიქვამს და აი ანუ წავედით. შემსალოსთან რომელმაც სახლი ყიდა ხედი რო დაგანახეთ. ხო და ჩავიდეთ. აქედანაც კი ჩანს მთელი თბილისი. Hello. Hi, მოგესალმებათ. თქვენი მსისხლი როგორ ხართ ხალხო? რა შვებით? ერთი კარგი ახალი ამბავი მაქვს, რაც ოდაბანის სპრეი შევწყვიტეთ, აბროსხოვები აღარ მაქვს, მომილოცეთ. ისეთი აღარ მაქვს, ჯერ მაქვს კიდევ. ცოტა ოღონდ. მაგრამ ცოტა უკეთესად ვარ. როგორ ხართ? დღეს არის ჩემი მამიკოს დაბადების დღე. ათში არის მარიამის, 11-ში მამა ჩემის. ხო და ვლოცავ მინდა რომ იყოს ბედნიერესი, ყველაფერი კარგი, რაც კი შეიძლება ადამიანს გემეტებოდეს, რა თქმა უნდა მემეტება. ასე რომ გილოცავ დიდი სიყვარულით. ასე. კადრებს რო ნახულობ სუციმციმებს ხოლმე მე გზაში რო ვიღებ, მაგრამ რა ვქნა ჩემი ნახევარი დღე გზაშია. აკეთო. სათვალე უნდა ვიყიდოთ მოვასწარი დღეს, მაგრამ არა მგონია მამა ჩემს საჩუქარ უნდა უყიდო. მე სანამის არა მგონია მოვასწრო, მაგრამ მოვყიდო. როგორ დავიყიდო აუცილებლად სათვალე.
სხვადასხვა რომ მქონა არჩევანი მარიამის დაბადების, რადგან საკეისრო იყო. და რამდენიმე დღე მქონდა არჩევანი, მოკლედ. ავიცი 10 და არა 11. იმიტომ რომ მინდოდა რომ ოჯახში ყოველს ქონოდა თავისი რიცხვი და დღე დაბადების. იმიტომ რომ ძალიან რთულია რა, მithვრასი ძალიან ახლობლებს რო აქვთ. ერთ დღეს არ იცი საწახვიდი ადამიანი იქ მიხვიდე იმასთან, მიხვიდე ამასთან. მოხედავთ ჩემი ბიძაშვილის ბავშვის არ და დავიტანჯეთ. ანუ ის არ იყო, მე ჩვენ დავიქეცით მივედით და ხო და ამიტომ აღარ მინდოდა რომ მამა ჩემიც მაგ მდგომარეობაში ყოფილიყო და ამიტომ თან რა არის რაღაცა მრგვალი მინდოდა, ანუ ან 10, ანუ 20 ხო ხდებით. ესე რა რიცხვები. ხო და 20 რა თქმა უნდა 20-მდე ვერანაირად ვეღარ ვისუნთქებდი, ამიტომ იყო 10. ხო და ძალიან ბედნიერი ვარ, მოკლედ ეს ორი დღეა. დაბადების დღეებია, აი გლეჯვაზე. ღმერთმა სულ კარგ დღეებზე დაგვასწროს. ერთი რაღაც მინდა გთხოვოთ ხალხო. წინა ვიდეოზე ხო ის იყო სერიოზული ეს გამომატარის რეკი ქარბურბალა. მაგრამ ამხელა იმასო როგორ არა გაქვს ის რომ რამე ინციდენტები გადაიღო, მე ხო სულ რაღაცა იმებში ვიხვევი შარებში, ან მაქანა მეჯახება, ან მე ვეჯახები, ან კედელზე ვეჯახები და ეგეთი ამბები რა. ხო და ანუ გადაწყვეტეს რომ შემრაცხვენ მატყუარეთ და იგონებ ხო ამას ზღაპრებს ხო და მე არ გამოგასწევინოთ ხალხო ის რაღაცები, რასაც მე გავდივარ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. არ ვიცი ჩემი უყურადღებობის გამო თუ რის გამო არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ აი მატყუარა ნუ გონიათ ხოლმე ძალიან გემიდრებით. ხო ანუ ზუსტად არ მახსოვს სიტყვები როგორ ეწერა, მაგრამ ანუ ყურებადი რო გახდეს ვიდეო, თურმე ისტორიებს ვიგონებ. ბნელო. მეტი სიტყვა კი არ მემეტება, მაგრამ ხო რატო დავიწყე ეს? შევედით წაგიშლია კომენტარები. რატო შვილი? მიავრში თქვენაც მოგინებებს და ვითომ კეთილი კომენტარები რო გაქვთ რაღაცა გაუგებარი. თქვენ რატო შლით გაფიცევთ? მე არ ვშლი. ვინმეს ხომ არ გონიათ რომ ეწავშალე ის ცერემონიები? თქვენ რატო შლით? ყველაზე დიდი საყვარლობა იგივემ გააკეთა სხვა აი 8 წუთის 9 წუთის გაკეთებული რო ქონდა ახალი და ხო დაეთანხმა თუთუნა იგრიში არ წაშალოთ ხალხო, მე არ ვშლებ ხოლმე თუ აი ძალიან აი ჩემს შულს არ ეხებიან ან რაღაც და არ მინდა საერთოდ იყოს ჩემს სივრცეში მსგავსი რომ გეჩათ რომ არც თქვენ არ წაშალოთ იყოს Ты чемола мазу. Гай хари, чемола мазу. Че так вот все. Мзеа? Мегена цвале. სად მიდიხარდე? ბაღში. ბაღში. რა ლამაზი ხარდე? წავედით. გადავწყვეტე რომ რამდენიმე დღე აღარ დავიდიო ხდება. ეს დღე დავაკვირდი და ცოტა ეტყობა ნაღველი გამეხიზიანა 95 ჭიქრყაო. ამიტომ გადავწყვეტე რომ ავკრძალო საერთოდ მით უფრო ზმოზე. დღეს დავლია და ეს ბოლოა. რაღაც პერიოდი აღარ დავლევ. ერთი პერიოდი დილითაც არ ვსვამდი და რა ვიცი, დავიწყე ისე. ამიტომ გადავწყვეტე რომ ყავა ეს პერიოდი აღარ დავლიო. ცოტა ნაღველი აზრზე უნდა მოვიყვანო. წყობა ცოტა მიზიანებს. მე ხო გეხვეწები 5 ჭიქას რო დავლევ, რაბარას სიზავს. ხო და ზმოზე ყავას მოდალებთ. არც უნალექო, არც ნალექიანი არ არის კარგი. ასე რომ ჩოს გავკითხეთ.
ყავა ისედაც ვნებს ორგანიზმს და მით უფრო უსწროს კეთდება. ამისათვის მაქვს ყველაზე ისეთი უებარი, ასე ვთქვათ და ყველაზე დაბალ ბიუჯეტური ალეხოლი და აი 100%-ით ხელებს ვწებ, რომ ალეხოლი ძალიან ბევრ ძვირადღირებულ წამოსჯობია, ვისაც ცოტა ნახველი შეგაწუხებთ. ასე რომ ჩემი ოჯახის რაღაცნაირი მეგობარია ალეხოლი. აი ხარ. ვაიმე, ისეთი მოვედი თქვენთან. ღმერთის ძალით მაღაზია ღია დახვდა და ვიყიდე ლიკანი. ისე ვარ. ნუ გვარამ გამომიგზავნა ხალხო, ნუ გვარა ხო იცით ვინ არის. გამომიგზავნა ჭაჭა. აი მე რა მიქნა ხალხო, მახუხაძირს. კაცი ჯერ ამეტი გრადუსი როგორია თქო რა, დედა უფლიმას ხავს. ხალხო 3 დღეა ვერ გამოფხიზ. იცი რა გამომიგზავნე შეკაიბა მიტა რა ვიცი. ნაუშუკაცი. მადლობა ნუკო, კარგი. ხალხო, ეგრე ხوار გადავკრამდი. იქა მშვიდობა დავლოდი, იქა უფალი ვახსენე, იქა ვიღაცა ვახსენე, იქა წარსული ვახსენე, იქა მკვდარი ვახსენე, იქა ცოცხალი ვახსენე. ისე იქეიფე ხალხო. ვაიმე, არ ვიცი. 3 დღეა მაღვიძები ზის გამაღვიძეს. ჯერ ეგურად მოუკვდებით, მაგრამ ჯვარი გძენია. არ ვიცი, ისე ვიქეიფე, რა რესტორანი მაჯობებდა, რომ დაგეკი. ჩავირთე YouTube და დავაი ძიგ მაგარი სიმღერები მივცხე. ისე ვიქეიფე ხალხო, ისე ვიქეიფე. არ დამკვრელი მიდოდა, არ ხალხი მიდოდა, არ დამწერ მიდოდა, არ საზოგადოება მიდოდა. აი, მაგრა ვიქეიფე. აუ, დედა ყანყალებს. მაგრა ყანყალებს. ეს ავიყიდე. ვერავშა. ეგა რო ჩავდის, ასე გონი არაყი ჩავდის და ეგრევე სადღე გზუროს თქმას ვიწყე. ხალხო, ვერ გამომფრინდი, რა გამომიგზავნე, კაი პამიტაშვილო. ხო, მადლობა ნუკო, კარგი იყო და დიდი მადლობა რომ საერთოდ ნუბად გვიგზავნი. გამომგზავნია ხალხო. სოფლის კვერცხი შევამოწმე, ყვითელი იყო, შინდული. აბა ყველო, აბა ჭადის ფქვილო, სხვადასხვა ჭადების ჩავაცხე. კარგი იყო, ციტა მშრალი მომეჩვენა, მაგრამ შეება მე დავაკელი წყალი, ვერ გეტყვით. კიდე რა ვიცი ახლა ქათავი მეგონა რომ იდებოდა, მაგრამ რა ვიცი ახლა ჩემი ხო დაკლავდნენ. იერა მოვიდოდათ რომ დაეკნათ, მაგრამ არ მინდა ახლა რა. ხო, კლიკი დავადოთ ამ ამბავს. ხო, კიდე რაიდო გოგო კიდე. და უფალო გამახსენდი, ესამი რაღაცა იყო, მაგის ვიდაყდი დიდუვეში. ხო. რაღაცა იყო ტყემლები ელაგა, კამპოს არ ავშავდა, მაინც ჩაუდეთ, მაინც ეთყო ადგილი იმას აქნეს რა, გაადიდეს. ხო და ჩაიდო კიდე. ჩაიდი რაღაცები ეყარა კიდე რა. ბირთო მაღალო რაითო. ხო, პავიდულო, ხო და ის არის. მიყვარს, ეგეთი ხალხი, შეგნებული ხალხი, ქათამი არის დო, მაგრამ ქათამს ხარ გადავაყოლებ. ბაი, ესეც მაგ. სასწო, აქედან ირჩევ.